Hello, it's a great pleasure to hold. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა საშუალება შეხვედრის. სამწუხაროდ გვაქვს გარკვეული ტექნიკური პრობლემა live translation-თან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა იმედია გამოსწორდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ გვაქვს საშუალება დღეს კვლავაც შეხვედრის. დღეს გვაქვს ვირტუალური, ასე ვთქვათ, გაშვება პლატფორმის. მოგესალმებათ, რომ ძალიან ბევრი ინოვაციური ონლაინ ინსტრუმენტი არსებობს, რომლებიც დაკავშირებულია შრომით უფლებებთან. ეს არის სექტორფასების კალკულატორი და ასევე ისე იგი მონიტორი დასაქმების და გარკვეული პრაქტიკის. გარდა ამისა, გვინდა ასევე წარმოგიდგინოთ სპეციალური ანგარიში მშრომელთა უფლებების თაობაზე პანდემიის პირობებში და ასევე პოსტპანდემიურ სიტუაციაში. ამიტომ ვეცლებით ეს ყველაფერი მოვაქციოთ ერთ საათში და იმედია ეს ტექნიკური საკითხები გადაწყდება მალე. ზოგადად რო ვისაუბროთ შრომით უფლებებზე საქართველოში, მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის სფერო, რომელიც გასული 20 წლის განმავლობაში მას საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა. მაგალითად, გაეროს კვლევის შესაბამისად, ნამდვილად ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, მაგალითად, გლობალური ინდექსის შესაბამისად, შრომელთა უფლებების მუდმივად არის მათი უფლებების შევიწროების საგანი, როგორც კერძო კორპორაციების, ასევე თვითონ სახელმწიფო სექტორის მიერაც. მოგეხსენებათ, რომ ყველა ზეიმობთ ადამიანის უფლებების დღეს და ეს არის დღე, როდესაც მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ჩვენთვის, ყველასათვის ალბათ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, რომ ეს არის ფუნდამენტური ადამიანის უფლება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგადად ჩვენი ცხოვრების. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ თვალსაზრისით, პლატფორმა, რასაც დღეს წარმოვადგენთ, ახლახან ჩამოყალიბდა, მაგრამ მისი მონაწილეები, მისი წევრები იღებენ ბოლო გასული წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მონაწილეობას. ეს არის შრომელთა უფლებების დაცვაზე მიმართული და ზოგადად დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოში. და საკმაოდ ხანგრძლივი ადვოკატირების შემდეგ, ასევე ესე იგი მთელი რიგი გაფიცვების შემდეგ, როგორც იქნა საქართველოს პარლამენტმა ამ წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო ახალი კანონი შრომითი ინსპექციების შესახებ და ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი შრომის კოდექსში. ეს იყო შედეგი მრავალწლიანი ბრძოლის და მუშაობის და მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა მხრივ ეს ცვლილებები არ მოგწონს, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შრომით უფლებებზე გამახვილებს ყურადღებას და გაუმჯობესებს. რაც შეეხება შრომის პლატფორმა, ეს არის არაფორმალური ალიანსი, სადაც გაერთიანებულია ერთის მხრივ ძალიან გამოცდილი, ცნობილი ორგანიზაციები, ეს არის GAILA, EMC. მეორე მხრივ ასევე ესე იგი დამოუკიდებელი პროფკავშირები არიან გაერთიანებულები, ზოგი მათგანი ახლახან ჩამოყალიბდა, ზოგი მათგანი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს. და ეს არის როგორც სერვისის სექტორის გაერთიანებები, ასევე სამედიცინო მუშაკთა გაერთიანებები, სოციალურ მუშაკთა გაერთიანებები და ჩვენ როგორც ორგანიზაციაში ასევე ვართ მხარე, მონაწილე ამ პლატფორმის და ასევე რასაკვირველია მინდა ვახსენო Human Rights Watch-ი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი წევრი ამ პლატფორმის და მუშაობს ძალიან დიდი ხანია ამ მიმართულებით.
ჩვენ მოველით რომ მომდევნო წლების განმავლობაში PLA პლატფორმი იქნება ჩართული მთელ რიგ საკითხებში და რასაკვირველია პირველ რიგში ეს არის თანამშრომლობა შრომით ინსპექტორატთან, ეს არის გაძლიერება მისი როლის, მისი შესაძლებლობების, გარდა ამისა ესე იგი ვიმედოვნებთ რომ ასევე ესე იგი მინიმალური ხელფასი გაიზრდება მიუხედავად იმისა რომ აი ამ მოწვევის პარლამენტმა ეს არ ჩართო შრომით კოდექსში და ასევე იქნება მთელი რიგი სხვა საკითხები, რაშიც მონაწილეობას მიიღებს პლატფორმა. ასევე ვთვლი რომ ის მექანიზმები, რასაც თავაზობთ ორივე არის ინოვაციური და საინტერესო. პირველი ეს არის ესე იგი ხელფასების კალკულატორი, რომელიც აძლევს დასაქმებულებს შესაძლებლობას გაანგარიშონ თუ მაგალითად რამდენი მართლით დასაქმებულებს მათი და რაც არ უხდიან. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სიტუაცია. რაც შეეხება სამუშაო ადგილის უსაფრთხოების მონიტორს, აქ რასაკვირველია, ასევე იქნება აწირთული ანგარიშების დასახული იქნება, ესე იგი შემოწმების ინსპექციის შედეგები, რა გაკეთდა, რა სახის დარღვევები იქნა აღმოჩენილი, რა გაუმჯობესდა და რა არ გაუმჯობესდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელსაც გამოიყენებენ. მე არ მინდა ძალიან ბევრი დრო წაგარქვათ, იმიტომ რომ ისედაც ცოტა დასწრაში დრო დავკარგეთ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის და ვიმედოვნებ, რომ ეს დისკუსია იქნება ინფორმატიული და საინტერესო. ეხლა მინდა გადავწე ბატონ მაინან კიაის, რომელსაც საქართველოში იცნობენ, ის იყო პირველი მომხსენებელი გაეროსი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე და ის ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ალიანსებისა პარტნიორობის ინიციატივას. და მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ქალბატონ კეთის მადლობა მინდა გადაუხადო, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ აი ამ ვირტუალურ, ასე ვთქვათ, გახსნის ღონისძიებაში და რასაკვირველია ვიბრათ უკეთესი იქნება რომ გქონოდა შესაძლებლობა პირისპირ შეუხვედრილიყავით, მაგრამ მას შემდეგ რაც იმედია ვაქცინის ფართო გამოყენება მოხდება, ეს შესაძლებელი გახდება. Human Rights Watch-ი მოგეხსენებათ, რომ სხვადასხვა სტრატეგიების მიმართულებით მუშაობთ, გარდა ამისა გვაქვს ჩვენი ნაკრები ინსტრუმენტების, ჩვენ ვქმნით კოალიციებს, პარტნიორობებს, ვმუშაობთ ადამიანებთან, რათა მათაც თავის მხრივ წინ წამოწიონ ეს საკითხები. მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გადაცმული ნაბიჯია იმ ინსტრუმენტებიდან, რასაც მაგალითად იყენებენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის მაგალითად დასახელება, პრობლემატური ასპექტების და ასე შემდეგ. და რასაკვირველია, ეს არის ძირითადი აქცენტი სხვა ასოციაციებზე. ეს არის ერთობლივი მუშაობა მათ მიზნებზე, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასოციაციები მუშაობენ ისე, რომ რაღაც ერთმანეთთან ბევრი მჭიდრო კავშირი და კოლაბორაცია არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მუშაობენ ასე სოციალური სამართლიანობის საკითხებზე. და ალბათ, ნამდვილად საჭირო არის უკეთესი კოლაბორაციის ხელშეწყობა, იმიტომ რომ ნამდვილად მხოლოდ ასეთი ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ბევრად უფრო უკეთესად მუშაობას და უფრო ეფექტური იქნება ჩვენი მუშაობა და ბევრად უფრო ძლიერი. და რასაკვირველია, ერთია რაღაცა საუბარი, მეორეა მისი განხორციელება და არ არის ნამდვილად საქართველოში ადვილი კოალიციების შექმნა
ეს არის ინტერესთა ბალანსი, ეს არის ძალიან ბევრი ასე პიროვნული ფაქტორი, ეგო, სხვა ლიდერების, ანუ საკმაოდ მძიმე, შეიძლება ითქვას, ნელი პროცესიც არის, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ საქართველოს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც საქართველოში ვახორციელებთ, მეორე ეს არის კენიაში, მომბასაში. და იქაც ვცდილობთ, ესე იგი, შეიქმნას გარკვეული ასოციაცია, იქ არის გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ ჩინური ინვესტიციები არის პორტში და ეს იწვევს ძალიან ბევრ ასევე პრობლემებს უსამართლობასთან დაკავშირებით და ნამდვილად გვინდა ასევე მუშაოთ შავკანიან დასაქმებულებთან, მათ ორგანიზაციებთან და ასევე ესე იგი გავაფართოვოთ მათი კოლაბორაცია, რომ ბევრად ეფექტური იყოს, მაგალითად, მოგახსენებათ, რომ ევროპულ კომპანიებს გააჩნიათ თავიანთი გაერთიანებები და გამოდის, რომ გარკვეული განსხვავებები არსებობს სტანდარტებში. რასაკვირველია ეს სამუშაო, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომლის ძირითადი მიზანი არის აი ამ სხვაობის მაქსიმალური შემცირება, რომ ეს არის უფლებები, რომლებიც ყველას ეკუთვნის, ეს არის 93 წლის დეკლარაციაში აღნიშნული, რომ ეს არის განუყოფელი და ეს არის უფლებები, რომელთა შელახვა დაუშვებელია. და რასაკვირველია ეს საკითხები ხდება პოლიტიკური დებატების საგანი, გარდა ამისა, რასაკვირველია საჭიროა კომბინაცია პოლიტიკური უფლებების და ეკონომიკური უფლებებთან. რაც შეეხება კოალიციებს, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც დავინახოთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფერმა იმუშაოს და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური პლურალიზმით, იმიტომ რომ როდესაც გადაწყვეტილების მიმღებები მუშაობენ პოლიტიკაზე, ეს პოლიტიკა უნდა იყოს ყოვლის მომცველი. ამიტომ ეს კოალიციები უნდა იყოს დიდი, უნდა შეეძლოთ ადამიანების მობილიზაცია. და ანუ ეს არის ჩვენი მიზნები. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა ძალიან მცირე ნაბიჯებით ვმოძრაობთ და ასევე ჯეფრი, გიორგი, მინდა მადლობა გადავუხადო მათ მათი ასეთი მუშაობისთვის და ეს ნამდვილად არ არის როგორც აღინიშნა ზუმით მუშაობა, მაგრამ ჩემთვის პირველად ცხოვრებაში რომ ასე მაგიდასთან ვზივარ გააუჩერებლად და თავს გრძნობ დასჯილად და ძალიან რთული ასეთ სახით მუშაობა და ნამდვილად მესმის თქვენიც ვინც ყოველ დღე აი ესე ზიხართ მაგიდასთან და იმედია ეს ვაქცინა რაც შეიძლება მალე იქნება ხელმისაწვდომი. აი ეს მინდოდა მეთქვა, მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და ვიმედოვნებ მოგვეცემა საშუალება საქართველოში ჩამოსვლის. მადლობა. Thank you very much, Mr. Kiai. Of course, we'll be waiting for you in Georgia as soon as დიდი მადლობა, რასაკვირველია. სიხარულით მიგიღებთ საქართველოში, მადლობა ესეთი შემოგონებელი სიტყვებისთვის. ეხლა მინდა მიგადავდეთ სიტყვა ჯეფ ვიზეს, რომელიც წარმოადგენს Human Rights Watch-ს და ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას აი ამ ორი ინსტრუმენტის შემუშავებაში. Great, thank you very much, Maina and Keti. დიდი მადლობა. So yeah, Maina explained pretty well, I think, the importance of alliances, but also მაინამ ძალიან კარგად განმარტა
მნიშვნელობა ასეთი ალიანსების ჩამოყალიბების, ასევე აღნიშნა რა გამოწვევები არსებობს, როდესაც საჭიროა მაგალითად სხვადასხვა ჩართული მხარეების გაერთიანება, რაც შეეხება ამ ადრეულ ეტაპზევე, ნათელი გახდა, რომ არის ისეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებენ, ეს არის მაგალითად პირველ რიგში სამუშაო ადგილას უსაფრთხოება, იგულისხმება საბადოებზე და მაღაროებზე და ასევე შევხედავთ ახლახან ისტორიას, მაგალითად 2006 წელს, როდესაც ხდებოდა გარკვეული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და იმავდროულად არ იყო გათვალისწინებული შრომელთა უფლებები, განსაკუთრებით უსაფრთხოება და მოგეხსენებათ, რომ ძალიან მაღალი იყო პროცენტული მაჩვენებელი ადამიანების გარდაცვალების, ასევე ესე იგი დაშავების. ვხედავთ, რომ თანდათანობით ტენდენცია გაუმჯობესდა. 2015 წელს მოგეხსენებათ, რომ კვლავ ესეთი აღორძინეს შრომითი ინსპექცია და 2021 წლიდან ისინი დაიწყებენ ასე ვთქვათ სრული დატვირთვით ფუნქციონირებას და რასაკვირველია ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ საჭიროა გარკვეული ასე ვთქვათ აუცილებელია გასაჯაროება აი ამ იგივე ინსპექციების შედეგების და საჭიროა თანამშრომლობა. კვლავაც ეს ასე ვთქვათ ახალი ახალგაზრდა ინიციატივაა და რასაკვირველია მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტი არსებობს, სადაც არის გარკვეული მოთხოვნები გარკვეული ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ჩვენს ინსტრუმენტს, ეს არის პრაქტიკულად ვიზუალური მონაცემთა ბაზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმოდგენა ვიქონიოთ შრომითი ინსპექტორატის მიერ მომზადებული ანგარიშები, დავინახოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე. და ასევე გარკვეული ასე ვთქვათ ინფორმაცია, იგივე პუბლიკაციები, ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი გამჭვირვალობა, საზოგადოების ცოდნის, ნდობის უზრუნველყოფა და ეს ნამდვილად საშუალებას მოგვცემს გარკვეულწილად გავლენა ვიქონიოთ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ეხლა მინდა გაჩვენოთ ჩემი ეკრანი. Okay, hopefully you can all see that. This is our იმედია ჩანს ახლა. you can find the tool either ეს არის ჩვენი მთავარი გვერდი, ინსტრუმენტი შეგიძლიათ ნახოთ აქ. also have it down here. This is again at shroma.ge. That takes you to sort of the home page of the monitor. So as I mentioned, it's a visual database. ასახელებს ესე იგი shroma.ge არის ვებგვერდი და მოკლედ არის განმარტებული ძირითადი მიზანი 2019 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ მონაცემთა შეგროვება. ეს იყო ის პერიოდიდან, ანუ როდესაც ესე იგი წინასწარი შეტყობინების გარეშე არაგეგმიური ინსპექციის ჩატარების უფლება მიეცა და 121 ინსპექტორია ამჟამად ნაწილობრივ დაკავშირებული ეს ყველაფერი
COVID-ის თვალსაზრისით არსებულ ვითარებასთან. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება. საკმაოდ ისეთი მარტივი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია. აქ ნაჩვენები არის ძირითადი სტატისტიკა. რამდენი ინსპექცია ჩატარდა, რამდენი დარღვევა იყო გამოვლენილი სამუშაო ადგილას, გარდაცვალების შემთხვევები, დაშავებების და ყოველ ამ ბოქსში პრაქტიკულად აი მაგალითად თუ გაინტერესებთ გარდაცვალების შემთხვევები შეგიძლიათ შეხვიდეთ უფრო დეტალურად გაეცნოთ, შემდეგი ნაწილი რეგიონების მიხედვით. შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი ინსპექცია ჩატარდა, რამდენი დარღვევა გამოვლინდა. შემდგომ, ასე ვთქვათ, არის მოკლე შეჯამება აი ამ ანგარიშების. გადავალ ახლა ინგლისურზე, ერთ-ერთი ფუნქცია რომ გაჩვენოთ. ორენოვანია. გარდა, ასე ვთქვათ, PDF დოკუმენტების, ანუ ანგარიშებისა. აი აქ სექტორების მიხედვით, მაგალითად თუ შევხედათ სამშენებლო სექტორს, There we go. Okay. So you see all the ანუ რა ხდება სამშენებლო სექტორში, აი ამ მდგომარეობას აჩვენებს, თუ უფრო დეტალური ინფორმაცია გინდათ, შეგიძლიათ შეიყვანოთ აქ. Sorry, I think I have a little bit of slow internet, but I have another window up here. Try another one. Well, we can come back to that at some point, but basically you get a full accounting what each of these violations were. ანუ პრაქტიკულად შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ, რა სახის დარღვევები იყო. They need to be re-inspected, whether they've been მაგალითად ნაჩვენები არის, როდის არის კიდე follow-up, ანუ დამატებითი ინსპექცია, მონიტორინგი დაგეგმილი. So you see, for example, kind of repeats the data there, and then you have a list of all the violations identified. აქ არის ჩამოთვლილი Re-inspection, essentially. ყველას დარღვევები, როდის იქნება დამატებითი ინსპექცია ჩატარებული. To view the actual PDF that was filed by. და აი ასეთი სახით გამოიყურება ეს PDF ფაილები. Yeah, let me go ahead and stop that screen share. ალბათ ამაზე This is still sort of a beta version. დავასრულებ ამ ეკრანის ჩვენებას. We're fine-tuning it, I think, come აი ეს არის ასე ვთქვათ, ესეთი საბაზისო ვერსია 2021 წლიდან მოგესალმებათ ინსპექცია გააფართოებს თავის საქმიანობას და I would encourage everyone to have a spin through it. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, რომ გაეცნოთ ამ ინფორმაციას. Thank you very much, Jeff. დიდი მადლობა. Interesting and მე მგონი ძალიან საინტერესო იყო. და დავინახეთ, რომ თურმე ქართულიც გესმით და აი ქართულენოვან ვებგვერდს გვაჩვენებს. ეხლა მე გადავწევ სიტყვა სოფო ჯაფარიძეს. ის არის სოლიდარობის ქსელის ხელმძღვანელი, რომელიც აერთიანებს სერვისის და სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს და ის საუბრობს მეორე ინსტრუმენტზე, ეს არის კალკულატორი. Hello everyone. მე მინდა რომ დღეს მოგიყვეთ რა არის მოპარული ხელფასი და რატომ ჩვენ გავაკეთეთ ეს კალკულატორი და როგორ დაგეხმარება თქვენ.
ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მოპარული ხალფასი არის კუთვნილი ხალფასი, რომელიც დამსაქმებად თქვენ არ გიხდით. თქვენ ზოგადად დასაქმებებს არ უხდით. ჩვენ თავიდან მქონდა ეს იდეა, იმიტომ რომ ეს არის რეალურად დიდი პრობლემა. სოლიდარობის ქსელი თავიდან რომ დავიწყეთ, ზუსტად მაგის ამოცანით დავიწყეთ. ხალხი ძალიან ბევრს გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ეს კუთვნილი ხალფასი, რომელიც ეს ამ შემთხვევაში ყველაზე ხილვადი ხალფასია, რომელიც თვითონ ხელფას არ უხდიდნენ მთლიანად, ანუ თვის ხელფას. და ესე ვეხმარებოდით ხოლმე. მე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ არის ის პრობლემა, რომელიც თვიურად არ უხდიან ხელფას, არამედ არის ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ტექნიკა, ესე ვთქვათ. იყენებენ ტაქტიკებს სხვადასხვანაირს, რომელიც ართმევენ ხელფას. და ამას მოგიყვებთ რამოდენიმე რარი და მე ჯერს ვთხოვ, რომ განახოთ როგორ არის ჩვენი კალკულატორი აწყობილი, რომ თქვენც ესე გაყვეთ. ერთ-ერთი მთავარი არის სამუშაო დროს თუ არასამუშაო დროს დაგიბარებენ დაუშვათ ან ადრე ან და მოგიწევთ რომ გვიანად დარჩეთ და არ გიხდიან ამისთვის, ეს არის მოპარული ხელფასი. თუ მოგიწევთ რომ ზეგანაკუთრის შრომად იმუშაოთ, მაგრამ არ მოგცემენ ან იმ საათების მთლიანად ჩვეულებრივ ხელფასს, ან და გაზრდილი ტარიფით, ან ორმაგი გამოდის, მან მოგპარონ არა მხოლოდ ის ჩვეულებრივი ტარიფი, არამედ ის ზეგანაკუთრი, რაც გეკუთვნით, იმას თუ არ გაძლევენ, ჩვენი კალკულატორი იყენებს 1.25, როგორც ზეგანაკუთრი ტარიფი. ოღონდ არ გვაქვს ჩვენ საქართველოში კანონი ამის შესახებ. მერე არის თუ გიწევთ რომ დანაკლისები არის მთავარი ერთ-ერთი პრობლემა მაღაზიებში, როცა გაჭრიან ხელფასი, შეიძლება ნახევარი წაგართვან ხელფასი, რადგან არ ვიცი ვიღაცამ შეიძლება რაღაცა მოიპარა, ან გააწყვეტს რომ მოიპარა და თქვენს უნდა გადაიხადოთ და ესე კოლექტივად ხოლმე სჯიან ხოლმე ხალხს, ეს არის კიდე ერთ-ერთი მაგალითი. თუ არის ხოლმე ტრენინგები ან გადამზადება, რომელიც ვალდებული ხართ რომ დაესწროთ და არ გიხდიან, ეს არის მოპარული ხელფასი. მერე კიდე თუ არის თუ გეკუთვნით და ჩვენ გვაქვს კითხვა, რამდენი ხანი მუშაობთ ამ სამუშაოზე და თუ ერთ წელზე მეც მუშაობთ 11 თვე, გეკუთვნით თქვენ შვებულება 24 დღე, თუ არ გაძლევენ ან და ნახევარს რამოდენიმე დღეს თუ გაძლევენ, ეს არის მოპარული ხელფასი. და თუ კომპენსაციას თუ გაგიშვებენ სამუშაო ადგილიდან, არ გადაგიხდიან იმ კომპენსაციას, ეს იქნება 1 თვის თუ 2 თვის, ესეც არის მოპარული ხელფასი. მერე კიდევ არის ის მომენტები, რომელიც ეხება ძალიან ბევრს, ვინც ოფისში მუშაობს და პანდემიის დროს მე მგონია, რომ ძალიან პრობლემა იქნება და არის სახლში რომ მიდიხართ და როცა არ არის თქვენი სამუშაო საათები, მაგრამ გთხოვს დამსაქმებელი, რომ დავუშვათ მეილი გაგზავნო, ან რაღაცა სხვა გააკეთო. ის დროც, ანუ თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ისიც ითვლება როგორც მოპარული ხელფასი. კიდე არის ტრანსპორტის პრობლემა, სადაც დაუშვათ თუ ხარ მაღაროელი ან მეშახტე, თუ გჭირდებათ რომ მიხვიდეთ იმ სამუშაო ადგილამდე, დაუშვათ ნახევარი საათი ჭირდებათ ხოლმე ხანდახან იქვე მისვლა და არ უხდიან ხოლმე იმ ნახევარ საათს. ესეც ითვლება მოპარული ხელფასი. აქ ეხლა ჯეფმა ჩართო, thank you Jeff. ჩვენი კალკულატორი. Maybe we should show the first, start it. Do you want to press the Georgian? Okay, great. ეს არის დასაწყისი, თავიდან შეგეკითხებით კითხვებს. სადაც არის დავუშვათ გავიგებ რამდენი გეკუთვნით, ანუ საათში, ანუ საათობრივი სამწუხაროდ ზოგს, ანუ გამომუშავებაზე არ არის ხოლმე, ანუ საათში რა გამოდის, ის შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ და მე ესე გამოვითვლით, რამდენი გეკუთვნით საათში და მე ესე გავიგებთ რა არის საათი, დავუშვათ ზეგანაკუთრებს თუ იმუშავებთ, რამდენი გეკუთვნით მაგ დროს. ამასთან ერთად გავიგებთ, როგორც გითხარით, ამდენი ხანი მუშაობდით, ანუ 11 თვეზე თუ მუშაობთ, რომ გავიგოთ თუ გეკუთვნით თქვენ შვებულება. ეს არის მთავარი გვერდი. Do you want to just type in? ეს არის მაგალითი, რომ შეგვიძლია ჩავწეროთ. აქ ხო ხედავთ, ესე შეგიძლიათ. ანუ ყველა კითხვა არ არის სავალდებულო, ან დავუშვათ თბილისი, ან ქალაქი ჩაწეროთ, მაგრამ დავუშვათ თქვენ რა ქვიეთ, ან თქვენი დამსაქმებელი ვინ არის, არ არის სავალდებულო. ეხლა არის ტიპები, ან როგორ არის, მე ხარაც გითხარით, ის მოპარული ხელფასი, როგორი ხასიათის არის, ანუ სხვა კითხვებს დაგისვავთ და თქვენ შეგიძლიათ
უპასუხოთ და გაიგოთ რამდენი საათს ხარჯავთ, თუმცა ეს არის ყველაფერი მეხსიერებაზე დაყრდნობილი, ამიტომაც ვერ გეტყვით რომ მთლიანად იქნება ზუსტად როგორ რა ხდება, მაგრამ შეგვიძლია ზოგადი სურათი დავინახოთ. Do you want to come back? Did you like just stay with the Do you remember what it was? I can tell you if you like. Აკითხები არის თუსაც ახარ ყველაფერს. I'm not going to go through all the questions. აქ აკითხები იქნება და რაც გითხარით დავუშვათ. თუ გიწევთ თუ დარჩეთ და ასე შემდეგ. ეს არის, yeah, go to the last page. კიდე იქნება ბევრი კითხვა. Go to the last page. Jeff. და მე ბოლოს გაჩვენებთ თქვენი მოპარული ხელფასი რა არის? იქნება ეს წელიწადში რამდენი იქნება, ეს თვეში რამდენი იქნება და კვირაში რამდენი იქნება. და მე იქ არის აღწერა, როგორც ხედავთ, რამდენი არის დავუშვათ ჩვენ რა დაგითხარით, რა გეკუთვნით ერთ საათში, მე ზეგავთ შრომა რამდენი იქნება და ამ ყველაფრის ვთქვათ, ყველაფერი ერთად ავიღოთ, რამდენი გეკუთვნით რეალურად. და მე ეს სიმბოლოები თუ ხედავთ, აი აქ საათი და ასე შემდეგ, რომელიც გაჩვენებს ზუსტად რომელი ის არის დარღვევა არის თქვენი მოპარული ხელფასი, რა დარღვევით არის შემადგენელი. ეს არის მნიშვნელოვანი, ანუ შეიძლება იყოს ვთქვათ რაღაც 5-6 გვერდი არის დაახლოებით. ეს მნიშვნელოვანია, რომ ამდენი კითხვა იყოს და შეიძლება დატვირთულად ჩანდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ნელ-ნელა როცა თქვენ თვითონ ამას შეავსებთ, ან დასაქმებული ამას შეავსებს, თვითონ გაიაზრებს რეალურად რას ნიშნავს მოპარული ხელფასი, რა არის კუთვნილი ხელფასი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ცნობიერება საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არის, რომ ვითომ ჩვენ ასეთ გვიწერია ხელშეკრულებაში ის გვეკუთვნის, ანუ რო შეეკითხო დავუშვათ დასაქმებულს, რამდენ საათს მუშაობს, იტყვის რაც უწერია რეალურად ხელშეკრულებაში, ან და რაც უთხრეს დამსაქმებელმა. მაგრამ მუშაობს, რო ჩაიკითხო, გაიგებ, რომ ადრე მოდის, გვიან მიდის და კიდე ბევრ ამას აკეთებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ დასაქმებულმა ცოტათი თქვათ, რომ იწვალოს, შეიძლება ცოტა გრძელი არის, მაგრამ ეს დაეხმარება, რომ გაიაზროს რეალურად რა არის, მათი მოვალეობა რა არის და რა ეკუთვნით. ამასთან ერთად კიდე ჩვენ დაგვეხმარება, რომ ეს ჩვენ მონაცემები გქონდეს, შევაგროვოთ ეს ინფორმაცია, რომ მე შეგვეძლოს ზოგადი სურათი, რომ ვნახოთ და სხვასაც დავანახოთ, თუ არის სახელმწიფო, თუ არის ეს სხვა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას. კიდევ არის მნიშვნელოვანი იმ მხრივ, რომ ძალიან ხშირად როცა კანონები იწერება, ან შრომის კოდექსზე მუშაობთ, ძალიან ბევრ დასაქმებულს, ანუ კარგად არის სინცხმე, რაზე გვაქვს საუბარი. და როცა ეს მოპარული ხელფასი რეალურად რას ანახებს, რისი ღირსი რეალურად ხარ და არ გაძლევს დამსაქმებელი. ამიტომაც ესეც ცნობიერებასაც ამაღლებს და მე ჩვენ გვეხმარება, რომ მობილიზება, რომ დაგვჭირდება ხალხის და რომ აუხსნათ რაში არის საქმე, ასე ვთქვათ, იმათ კარგად ესმით. იმიტომ რომ ეს კალკულატორი არსებობს და კიდე ჩვენ ბევრ ამას გავაკეთებთ როგორც ჩვენი პლატფორმა. ამიტომაც ესე დავასრულებ, მე მგონი მთავარი მომყევი, თუ გაინტერესებთ კიდე კითხვები გქონდათ, თხოვთ, შემეკითხეთ. Thank you very much, Sofo. I was thinking for myself, I suddenly got concerned that დიდი მადლობა. Foundation employees could also start using this tool. მეც დამაინტერესა ნეტა ჩვენმა თანამშრომლებმა, რომ დაიწყონ ამის გამოყენება, რა მდგომარეობა გამოვლინდება. და გვაქვს დღეს კიდევ ერთი პრეზენტაცია გიორგი ცინცაძე EMC-დან ძალიან მოკლედ ისაუბრებს ანგარიშზე, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ეს არის პანდემიის ზეგავლენა დასაქმებულებზე და რასაკვირველია ვიმედოვნებთ, რომ დასაქმებულთა უფლებები საქართველოში გაუმჯობესდება და ქონდა ასეთი იმედი მაგრულად კოვიდის ვითარება მოგეხსენებათ ბევრად უფრო გაუარესა მდგომარეობა. გიორგის მინდა მიხსენებთ სიტყვა.
გამარჯობა, დიდი მადლობა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება მაქვს და მოხარული ვარ, რომ EMC ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაცია. დიდი მადლობა წინა მომხსენებლებს ძალიან საინტერესო პრეზენტაციისთვის და წარმატებას ვუსურვებ ამ ახალ ინსტრუმენტებს, ამ ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დღეს წარადგინეს. ჩვენ მოამზადეთ ანგარიში შრომითი ურთიერთობები და სოციალური დაცვა პანდემიის დროს. მისი ავტორები ჩემთან ერთად არიან გიორგი ლანჩავა და თამუნა ქეპურია, ამ კვლევის ხელმძღვანელი იყო კოტე ერისთავი. და ეხლა ძალიან მოკლედ გეტყვით, რისი წაკითხვა შეგეძლებათ ჩვენს ანგარიში, ძალიან დეტალებში არ ჩავალ, იმიტომ რომ სულ მალე პარასკევს 11 დეკემბერს 4 საათზე ჩვენ გვექნება პრეზენტაცია, სადაც ჩემთან ერთად სხვა ავტორებიც იქნებიან და იქ უფრო სიღრმისეულად განვიხილავთ ჩვენი ანგარიშის შინაარსს. დღეს უბრალოდ გეტყვით ძალიან მოკლედ, რის საკითხვა შეგიძლიათ იქ და ყველას გელოდებით პარასკევს უფრო სიღრმისეულ განხილვაზე. ჩვენი ანგარიში შედგება 3 ნაწილისგან. პირველი ნაწილი ეხება ფორმალურ სექტორს, ფორმალურად დასაქმებულ მშრომელებს და აქ ჩვენ დავეყრდენით იურიდიულ კონსულტაციებს, რომელსაც მთელი პანდემიის მანძილზე გავცემდით და შემდეგ იქიდან მიღებული ინფორმაცია გავაანალიზეთ. ამასთან ერთად ჩვენ გამოვითხოვეთ უამრავი საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებიდან, ასევე გავავრცელეთ ონლაინ კითხვარი, ასევე ჩავატარეთ ექსპერტ ინტერვიუები, ჩატარდა საველე სამუშაოც და ყველანაირი გამოვიყენეთ სატელეფონო ინტერვიუებიც, ჯგუფური ინტერვიუებიც და მათზე დაყრდნობით ფორმალურ სექტორში და არაფორმალურ სექტორში გამოვავლინეთ მთავარი ჩავარდნები შრომითი ურთიერთობების კუთხით, რაც ამ პანდემიის დროს შეიმჩნეოდა და ფორმალურ ნაწილში ეს დარღვევები შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ნაწილად. პირველი ნაწილი იქნება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, სამსახურიდან დათხოვნის სხვადასხვა უკანონო პრაქტიკები, ხო, მათ შორის მაგალითად ეგრეთ წოდებულ იძულებით აუნაზღაურებელ შეულებაში გაშვების პრაქტიკები, ან ესე იგი სრულად უმიზესოდ შეწყვეტილი შრომითი ხელშეკრულებები და ეს მათი გავრცელება ჩვენ ნახეთ, რომ იყო უღრესად მასშტაბური და არ იყო სპეციფიკური რომელიმე სექტორისთვის, ბევრ სხვადასხვა სექტორში, სადაც იგრძნობოდა პანდემიური ეკონომიკური შოკის გავლენა, თავი იჩინა ძალიან მასშტაბურმა გავრცელებამ ამ არალეგალური პრაქტიკების, ხოლო მეორე მხრივ მეორე ნაწილი ფორმალურ სექტორში არსებული პრობლემების ეხება იმ სიტუაციას, სადაც მშრომელებს სამსახურ მუშაობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა გააგრძელეს უფრო სარისკო, უფრო საფრთხის შემცველ, ან უფრო უსამართლო პირობებში. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გავუსვათ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში პანდემიურ შრომით რეჟიმზე გადასვლა მოიაზრებდა არსებით ცვლილებებს სამუშაო განრიგის, რომლებიც თანხმდებოდა მშრომელების ჩართულობის გარეშე. ამავდროულად უამრავი ადამიანი სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს საცალო ვაჭრობა თუ ჯანდაცვა თუ ტრანსპორტირება თუ სხვა უამრავ ამ სექტორში მშრომელებს ჰქონდათ უსაფრთხოების პრობლემები, როგორც იცით, პანდემია ფიზიკურ რისკებს ქმნის, ჯანმრთელობის რისკებს ქმნის, რასაც სჭირდება კონკრეტული ზომები, ხო, ჰიგიენის და ასე შემდეგ, დისტანცირების, ჰიგიენის და ჩვენ ნახეთ, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა სექტორში დამსაქმებლებმა ვერ უზრუნველყვეს ამ ნორმების შემოღება დროულად და ყველა დამსაქმებლისთვის. ერთი სიტყვით, რო ვთქვათ, რო შევაჯამოთ ფორმალური ნაწილი, ისე გამოვიდა, რომ მშრომელთა დიდი ნაწილი დარჩა სამსახურის გარეშე და შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, მათ შორის უკანონო პრაქტიკების გამო, ხოლო მათ, ვისაც მოუწიათ მუშაობის გაგრძელება, ხშირ შემთხვევაში უწევდათ მუშაობის გაგრძელება უფრო საფრთხის შემცველ გარემოში, არსებითად შეცვლილი პირობებით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე და ასე შემდეგ. ამ ნაწილზე იმის თქმაც მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცხადია პანდემია გრძელდება
და ბევრი გავლენები და თომათი გავრცელების შეფასებისთვის ცხადია ადრეა და ცხადია დღესაც ხო ლოკდაუნის პირობებში ვცხოვრობთ ისევ და დარღვევები გრძელდება ხო მაგრამ ძალიან ჩემი აზრით დროული არის რომ ამ ნაწილში ჩვენ უკვე გავაკეთეთ აი ამ უკანონო პრაქტიკების იურიდიული შეფასებაც და ჩვენი აზრით ეს მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ მთლიან პანდემიის შეფასებისთვის, არამედ აი თანდათან რა პრობლემებიც გამოჩნდება, ხო, ეხლა ჩვენ რაღაცა ლოკდაუნის მეორე ეტაპზე ვართ და კარგია რომ უკვე არსებობს ეს ანგარიში, სადაც სხვადასხვა პრაქტიკების იურიდიული შეფასების ნახვა შეუძლია მკითხველს, მიუხედავად იმისა, რომ ცხადია ჩვენც ვისურვებდით რომ უფრო გრძელვადიანი ეფექტებსაც დავაკვირდეთ და ცხადია ძალიან ბევრი რამ ახალი კიდევ გამოვლინდება მიმდინარე პანდემიის განმავლობაში, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება მეორე ნაწილს ჩვენი ანგარიშის, ის ეხება არაფორმალურ სექტორს და აქ ძირითადი თემები, რომელსაც განვიხილავთ, არის მონაცემების არარსებობა, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან მრავალწლიანი უყურადღებობის შედეგია ამ დარგის მიმართ, როგორც იცით, არაფორმალური სექტორი ჩვენთან განსაკუთრებულად დიდ წილს აწარმოებს ეკონომიკის, არის პროგნოზები და კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტი სწორედ არაფორმალურ სექტორზე მოდის, თუმცა მიუხედავად ამისა, წლების მანძილზე არაფორმალურად დასაქმებულები რჩებოდნენ სახელმწიფო უწყებების ყურადღების მიღმა და დღესაც, როცა მათ როცა ისინი განსაკუთრებული საჭიროებების წინაშე დადგნენ და საჭირო გახდა მათთვის მიზნობრივი დახმარებების გამოყოფა, თუ მათი საჭიროებების შესწავლა, ძალიან კარგად გამოვლინდა ის, რომ რამდენი, ესე იგი, ფუნდამენტური ღიობი გვაქვს ცოდნაში არაფორმალური სექტორის შესახებ. ანგარიში ასევე საუბრობს არაფორმალური სექტორში არსებულ მრავალფეროვან მოწყვლადობებზე, რომლებსაც ეს ადამიანები განიცდიან. საუბრობს იმაზე, რომ ხშირად არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს არ აქვთ წვდომა სახელმწიფო სერვისებზე, არ აქვთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა პროგრამებით შეიძლება ისარგებლონ და ეს გამოჩნდა ანტიკრიზისული პროგრამების დაფარვის პრობლემებშიც, ხშირად არაფორმალურ სექტორში დასაქმებულები და ეს გამოვლინდა ჩვენ ინტერვიუებშიც და გამოკითხვებშიც, ხშირად მათ არ იცოდნენ, ეკუთვნოდათ თუ არა ამა თუ იმ დახმარების პროგრამის ფარგლებში და შემწეობის მიღება. ამავდროულად ხო, ერთი სიტყვით უფრო ღრმად არაფორმალურ სექტორზე აუცილებლად წაიკითხოთ ჩვენ ანგარიში, ახლა გადავალთ ძალიან სწრაფად მესამე ნაწილზე, რომელიც არის სოციალური დაცვის ნაწილი, სადაც ჩვენი ანგარიში სვავს ორ ფუნდამენტურ კითხვას. პირველი კითხვა არის, რომ რატომ აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობა ასეთი მოწყვლადი ეკონომიკურად, რატომ აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტს დანაზოგი არ აქვს, ხო? და შემოსავლის დაკარგვისთანავე დგება სიღარიბის წინაშე და არის უკიდურესად მოწყვლადი ამ გარე ეკონომიკური შოკების მიმართ. და მეორე კითხვა, რომელსაც ვსვამთ, არის სოციალური დაცვის რა ინსტრუმენტები აქვს სახელმწიფოს, საგანგებო ან მუდმივ მოქმედი და რა გამოვლინდა ამ კუთხით აი ამ პანდემიური კრიზისისას. ჩვენ თვლით, რომ ამ პანდემიური კრიზისმა აჩვენა, რომ აი ამ მოწყვლადობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის მინიმალური ხელფასის არარსებობა და ტრადიციული სოციალური დაცვის ინსტრუმენტების არარსებობა, როგორც არის მაგალითად უმუშევრობის დაზღვევა, უმუშევრობის შემწეობა. რისი ანარეკლიც არის ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს ახლა კრიზისისას დასჭირდა საგანგებო პროგრამების შემუშავება, საგანგებო ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავება და აი ეს სოციალური ტრანსფერების მთელი დატვირთვა დააწვა ერთი მხრივ საგანგებო პროგრამებს და მეორე მხრივ არსებულ სოციალური დახმარების სისტემას, სადაც სოციმუშაკები და სხვები, ვინც ადმინისტრირებაში იყვნენ ჩართულები, აშკარად არასაკმარისი რესურსების პირობებში მუშაობდნენ. ერთი სიტყვით ამ მხრივ გამოჩნდა ის, რომ ტრადიციული სოციალური დაცვის ინსტრუმენტები, ხო, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა და სხვა, აი ამების არარსებობამ მოგვცა უკიდურესად ერთი მხრივ მოწყვლადი მოსახლეობა და
და მეორე მხრივ სახელმწიფო დატოვა უკვე მოქმედი ინსტიტუტების გარეშე, რომელსაც დაეყრდნობოდა ამ კრიზისის პერიოდში და იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ აქედან გამოვიტანთ გრძელვადიან გაკვეთილებსაც და რაღაცნაირად ეს ჩვენი ანგარიშიც და მთლიანად ეს პანდემიაც ბიზგი იქნება ესეთი საჯარო დისკუსიისკენ აი ამ სოციალური დაცვის ინსტრუმენტების ჩამოყალიბების კუთხით. მეც აღარ გავაგზელებ და უფრო ღრმათაც გაინტერესებთ ჩვენი ანგარიში, მგელოდებით პარასკევს 4 საათზე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. Thank you very much, Georgi. I would agree absolutely that pandemic has revealed დიდი მადლობა. ნამდვილად პანდემიამ კიდევ უფრო მძიმე ვითარება გამოავლინა ვიდრე ველოდით. I think we are not having lots of time left, so now we are ready for მეც ბევრი დრო არ დაგვრჩა. თუ არის რაიმე შეკითხვები ან კომენტარები. for the 5 to 10 minutes if everybody agrees. So you can raise your hand or you can also write your question. შეგიძლიათ შეკითხვა მოგწეროთ ან ხელი აწიოთ. There is something in chat. No, not yet. Either it was a bit overwhelming or we made everything clear. ან ბევრი ინფორმაცია მივაწოდეთ, ან ყველაფერი ძალიან ნათლად მივაწოდეთ და ეთყობა კომენტარები. რა, 1-2 წუთი დაველოდოთ. თუ არა, მაშინ დავასრულოთ ჩვენი შეხვედრა. და ჩვენ ვისაუბრეთ ამ ორ ახალ ინსტრუმენტზე, ანგარიშზე, ზოგადად სიტუაციაზე საქართველოში. საკმაოდ დრამატული ვითარება, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი პლატფორმა ნამდვილად აპირებს მთელი ძალისხმევა წარმართოს საქართველოში. ეს რომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ალბათ ეხლა პირდაპირ არ არის შეკითხვები. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო და დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა. Thank you. Bye. Bye.